დავიწყოთ საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამარ ჭედლიშვილის გადაწყვეტილებით, სწორედ მის გადაწყვეტილებას საქალაქო სასამართლოს ხდომათა დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოყვა დაცვის მხარე მოსამართლეს წარუდგინა სამხარაულის სამედიცინო დასკვნა, რომლის საფუძველზეც დადგინდა, რომ მკვლელობაში ბრალდებული პირი მალხას ბაგათელია იყო შეურაცხადი მაშინ, როდესაც მან მეგობარს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავდაპირველად ჩასაფრება მოუწყო, შემდგომ კი ახალი წლის ღამეს 3 ტყვია ესროვა, რის შემდეგაც მალხას ბოკუჩავა ადგილზე გარდაიცვალა. 8 თვის განმავლობაში გრძელდებოდა ამ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება, თუმცა არც ერთხელ მკვლელობაში ბრალდებული პირის ხდომათა დარბაზში არ გამოცხადებულა, მის საგამოძიებო უწყებასთან არ თანამშრომლობდა, იყენებდა უმილისუფლებას და შესაბამისად ამ პერიოდის განმავლობაში მოკლული ბიზნესმენის მალხას ბოკუჩავას ოჯახისთვის გაუგებარია თუ რა გახდა ამ სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი, რადგან ამბობენ, რომ მკვლელსა და მოკლულს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან, ისინი წლების განმავლობაში მეგობრობდნენ და შესაბამისად მთავარ კითხვაზე საგამოძიებო უწყებას ამ დრომდე არ აქვს პასუხი თუ რა გახდა ამ სისხლიანი ანგარიშწორების მიზეზი. რაც შეეხება თავად ექსპერტიზის დასკვნას, რომლის საფუძველზეც საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 16 წლიანი სასჯელის ნაცვლად მალხას ბაგათელია, რომელიც არის ახლა მკვლელობაში მსჯავრდებული პენიტენციური დაწესებულების ნაცვლად იძულებით მკურნალობას შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გაივლის, ის 4 წლის განმავლობაში მოთავსდება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. სწორედ ეს გადაწყვეტილება გააპროტესტეს მოკლული მალხას ბოკუჩავას ოჯახის წევრებმა, რომლებიც პირდაპირ ამბობენ, რომ სამედიცინო დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ მალხას ბაგათელია შეურაცხადი იყო, დანაშაულის ჩადენის მომენტში არის გაყალბებული, ისინი ამბობენ, რომ სავარაუდოდ ამ დოკუმენტებში დიდი თანხა არის გადახდილი, ან ისეთმა ექსპერტმა ჩაატარა სამედიცინო კვლევა, რომელსაც არ ჰქონდა შესაბამისი სამედიცინო სპეციფიკის მუშაობის გამოცდილება, რადგან ამბობენ, რომ კადრები, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში დევს და ქმედებები, რომელიც დანაშაულის შემდგომ მალხას ბაგათელიამ უпроსტორედ განახორციელა, არ მეტყველებს იმაზე, რომ ის დანაშაულის ჩადენის მომენტში შეურაცხადი იყო. სამხარაულის დასკვნამ ერთი ხელის მოსმით გაანადგურა მთელი ეს ძალისხმევა, როცა დაწერა დასკვნა და პირს 16 წლიანი სასჯელი აარიდა. ეს გამოწვეულია ან ექსპერტის ქალბატონი დადიანის მიერ არაკომპეტენტურობით, ან კიდევ სახელზე შეიძლება გქონდეს კორუფციული გარიგება. მოცემულ შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნა ეყრდნობა 3 ელემენტს. პირველი ეს გახლავთ თვითონ ბაგათელიას გამოკითხვა, რომელიც ამბობს, რომ მე ვიცოდი რას ჩავდიოდიო და არ ვნანობო, მე ვკალი და ვიცოდი, რომ კანონის წინაშე ვიყავი პასუხისმგებელიო. მეორე ეს გახლავთ მისი მეუღლის ნანა სარიას ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ ის ოჯახში იყო მშვიდი და გაწონასწორებული პირი და მესამე ფსიქიკური ცენტრებიდან გამოთხოვილი დოკუმენტაცია, რომელშიც ცალსახად პირდაპირ ციტირებ, ერთ დოკუმენტში წერია, რომ ბაგათელია იყო ფსიქიკურად ჯანსაღი, ხოლო მეორე ცნობაში წერია, რომ არასოდეს არ ყოფილა აღრიცხული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ბაგათელია. ექსპერტიზის დასკვნაში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც გაამყარებდა დასკვნას. ამასთან ექსპერტიზის დასკვნაში არ არის გამოყენებული მეცნიერული ახსნა, მეცნიერული მეთოდოლოგია, რის საფუძველზე დასკვნეს, რომ ბაგათელია არის შეურაცხადი. პირიქით, აბსოლუტურად ყველაფერი, რაც მსჯელობაშია ასახული, ადასტურებს იმას, რომ ეს ადამიანი იყო ფსიქიკურად ჯანსაღი, არ ქონია მას არანაირი პრობლემა, არასოდეს აღრიცხული არ ყოფილა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. აი, ამ მსჯელობის მიუხედავად ექსპერტი ასკნის, რომ თურმე ბაგათელია ყოფილა შეურაცხადი. მალხას ბაგათელიას ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ სამედიცინო დოკუმენტი, რომლის ფარგლებშიც მალხას ბოკუჩავა მკვლელობაში ბრალდებული პირი სასჯელს პენიტენციური დაწესებულების ნაცვლად ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოიხდის, არის გაყალბებული, შესაბამისად ისინი ახლა აპირებენ სამართლებრივ ბრძოლას, რადგან ამტკიცებენ, რომ მათ მხილთ არსებული ყველა დოკუმენტი მეტყველებს იმაზე, რომ მალხას ბოკუჩავა, რომელმაც ეს მძიმე დანაშაული ახალი წლის ღამეს ჩაიდინა, შეურაცხადი არ ყოფილა დანაშაულის ჩადენის მომენტში, მეტიც ისინი ამტკიცებენ, რომ მკვლელობის შემდგომ მალხას ბოკუჩავამ ვაკის კორტების მიმდებარე ტერიტორია ავტომობილით დატოვა, ის სხვადასხვა ავტომობილით გადაადგილდებოდა დედაქალაქში, რომლითაც ის შემდგომში უკვე წავიდა დასავლეთში, კვალის არევის მიზნით მობილური ტელეფონები, როგორც მოკლულის და ასევე მისი მობილური ტელეფონი, რომელიც სავარაუდოდ ინახავდა მთავარ მტკიცებულებას, რომელსაც უნდა გაეცეს პასუხი თუ რა გახდა სისხლიანი ანგარიშწორების მიზეზი, მან ტელეფონები გაანადგურა, შესაბამისად ამ დრომდე არ არსებობს მთავარ კითხვაზე პასუხი თუ რა გახდა ახალი წლის ღამეს ამ სისხლიანი ანგარიშწორების მიზეზი.